საზოგადოება დაახლოებით 48 საათის განმავლობაში ითხოვდა პროკურატურამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა გვარაკიძის უწყება, ამტკიცებს, რომ კადრებში ჩანს შენიღბული ალეკო ელისაშვილი, რომელიც ალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლით შედის თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში და სწორედ ამ ნივთიერებას ასხამს სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობაზე. ამის შემდეგ უკვე კადრებში ჩანს მანდატური სამსახურის ერთი თანამშრომელი, რამდენიმე წუთში კი ადგილზე შემოდის სამამდე თანამშრომელი და გინდება, რომ ფიზიკურად უსწორდებიან ძირს დაგდებულ ალეკო ელისაშვილს, ურტყამენ სახის არეში, ურტყამენ ასევე წიხლებსაც. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით იყო ადგილზე მისული და ცდილობდა ამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, თუმცა კადრებში, რომელიც თავად პროკურატურამ გაავრცელა, ასეთი ეპიზოდი არ იკვეთება. ალეკო ელისაშვილი დგინდება, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება, მას ახლა 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან ბრალდება ტერორიზმის მუხლით წარედგინა. თავდაპირველად აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა ეს დღეს ბრალდების მხარემ გადააკვალიფიცირა, შესაბამისად ახლა უფლებადამცველი ფიქრობს, რომ საპატიმრო წლები ეცოტავა საგამოძიებო უწყებას, რადგან აღნიშნული მუხლის 3-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა, დღეს კი უკვე 15 წლამდე პატიმრობით წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს ბრალდება მის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში. ხვალ ზუსტად პირველ საათზე გაიმართება სასამართლოს სხდომა ალეკო ელისაშვილის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ლელა მარიდაშვილი იმსჯელებს ამ სხდომაზე, როგორც უფლებადამცველი განმარტავს, თავად ალეკო ელისაშვილი ისაუბრებს დეტალებთან დაკავშირებით. დაახლოებით 04 საათსა და 00 წუთზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან. ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. თავდამსხმელი თავის მხრივ ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატური სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია. ალექსანდრე ელისაშვილი არ აღიარებს ბრალს, ის აღიარებს ქმედებას და არა თუ ბრალს ამ შემთხვევაში და არა თუ იმ დანაშაულს. ის თulis საერთოდ დანაშაული ამ შემთხვევაში მას არ აქვს ჩადენილი. ეს მუხლი, რომელიც არის წარდგენილი, ეგ არის აბსურდული. ახლა თქვენ რამდენი ადამიანი გახსენდებათ, მით უმეტეს პოლიტიკოსი ან ადამიანი, რომელსაც ტერორიზმის მუხლს წაუყენებენ. მანამდე იყო დაწყებული 197 მუხლის მეორე ნაწილის აქვეპუნქტით, რომელიც თვალისწინებაა 3-დან 6 წლამდე, თუმცა როგორც ჩანს არ ეყოთ ეს სანქცია 3-დან 6-მდე და გადაუკვალიფიცირეს. რა მოხდა რეალურად თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში, როგორ მოახერხა ალეკო ელისაშვილმა შიდა სივრცეში შესვლა, როდესაც კანცელარიას არაერთი მანდატური იცავს. ეს კითხვები აქვთ ასევე ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელებს. ახლა ყველა ელოდება სასამართლო პროცესის ჩატარებას, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ამ დრომდე რჩება ბუნდოვანებაში, ელოდებიან, როდის ისაუბრებს თავად ალეკო ელისაშვილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ხვალ პირველ საათზე ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასამართლო პროცესს დაესწროს. ზოგადად მთელი ეს ამბავი ჩემთვის არის ძალიან ბუნდოვანი და მაქვს უამრავი კითხვა, მით უმეტეს რომ ქართული მართლმსაჯულება არ არის მოწოდების სიმაღლეზე, ჩვენ უკვე ვნახეთ არაერთი უსამართლო გადაწყვეტილება, გავიცანით ცრუმოწმეები, გვაქვს შეკერილი საქმეები, მათ შორის ალეკო ელისაშვილზე, შესაბამისად საზოგადოებასაც ძალიან სწორად უჩნდება უამრავი კითხვა ამასთან დაკავშირებით. მინდა რომ ხვალინდელ პროცესს დაველოდოთ, მე მინდა მოვისმინო თავად რას გვეტყვის ალეკო და ამის მერე გავაკეთო კომენტარი ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მათ შორის მეც მაქვს შეკითხვები.
ტერორიზმის მუხლით ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება რამდენიმე საათის წინ წარედგინა ხვალ. ზუსტად პირველ საათზე იმსჯელებს მოსამართლე მის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რადგან როგორც უფლებადამცველი ამბობს, ამ სასამართლო პროცესზე ალეკო ელისაშვილი თავად აპირებს, რომ ისაუბროს და ქრონოლოგიურად აღწეროს, როგორ განვითარდა მოვლენები თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ეს არის მისი პროტესტი და ეს ნაბიჯი მას გააზრებული ჰქონდა.